სად არის და რატო მარჩანს ბიძინა ივანიშვილი, მას არაფერი უთქვამს ბოლო დროინდელ მოვლენებზე, როცა გაირკვა, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც წლები ივანიშვილის პოლიტიკური კაპიტალით ზურგამაგრებული მართავდნენ ქვეყანას, ზოგი კორუფციაში იყო ჩართული, ზოგი მკვლელობის ორგანიზებაში. და ეს ინფორმაცია მოგვაწოდა თვითონ ქართულმა ოცნებამ, რომელიც კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლის პათოსით გველაპარაკება და რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში აღმოაჩინა, რომ თავისივე თანაგუნდელები ამ კორუფციის სოლიდურ შემთხვევებში იყვნენ ჩართული. რა სქემებით მოქმედებს ახლა ივანიშვილი და მართვის რა სტილი ჩამოაყალიბა ქვეყანაში, სალომე ლაბაძე გვერდება პოლიტიკური ანალიზით. დასაყურებლოა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიდრე ის წამოიწყებდა საკუთარი გუნდის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დევნას, მათ შესახებ უარყოფითი შინაარსის რაიმე გზავნილი წინასწარ არ გაურცელებია და დუმს ახლაც, როცა არაერთი მათგანი უკვე სისტემამ ამხილა კორუფციაში და შესაბამისად ნაწილი უკვე იმყოფება საპატიმროში, ნაწილი კი დგას პატიმრობის რისკის წინაშე. არადა ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობას რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ არასდროს ექნებოდა წვდომა საჯარო რესურსზე, მოქალაქეების ფულზე, რომლის ნაწილიც როგორც აღმოჩნდა სისტემის აღიარებითვე მათ სახლში წაიხეს. თუმცა ამის მიუხედავად ივანიშვილი დუმს და მას რაიმე საჯარო განმარტება საზოგადოებისთვის ერთხელაც კი არ შეუთავაზებია, არაფერი უთქვამს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ივანიშვილის თანაგუნდელები კი, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოადგენენ მის პოლიტიკურ გუნდს, ამბობენ, რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე დასმული ნებისმიერი შეკითხვა არის სპეკულაცია და რომ ივანიშვილი პოლიტიკის მიკრომენეჯმენტში, როგორც ეს დღეს მაგალითად ინოცილოსანმა გითხრა, არ ერევა. მე არ ვფიქრობ, რომ მას გასაკეთებელი აქვს პირადად მას განმარტებები, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ასე ვერ იკვეთება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების თვალსაზრისით. არა მარტო ბიძინა ივანიშვილმა, ის მთლიანად გუნდის მიერ იყო წარდგენილი და გარკვეულ შემთხვევებში პარლამენტის მონაწილეობდა ამა თუ იმ თანამდებობაზე, ამა თუ იმ პიროვნების დამტკიცებისათვის. ამიტომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა და პირადად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა აქ მე ვერ ხვდა. ეს მეორე საკითხია, რომ ამ ადამიანებმა ნდობა ვერ გაამართლეს. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არ ერევა პოლიტიკის მიკრომენეჯმენტში, ის მან განსაზღვრა ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომელთაც ქართული ოცნება და ამ გუნდის ნებისმიერი წევრი უნდა ხელმძღვანელობდეს, რაც ჩვენი პარტიის არაერთ არჩევნებში წარმატების წინაპირობა გახდა, ის თავისი არსებობით არის გარანტი, რომ ეს პოლიტიკური გუნდი არასდროს დაუშვებს თავის თავში, რომ რაღაც არასწორი მიმართულებით წავიდეს და ეს თავადვე არ აღმოფხრას, თუ არის ერთეული შემთხვევები ასეთი და რა თქმა უნდა მისი მხრიდან პირველი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა კორუფციის მიმართულებით უფრო მეტი ყურადღება იყოს საჭირო და მათ შორის საგამოძიებო უწყებების თუ პოლიტიკური ნება ამისი, რა თქმა უნდა ეს იყო გადამწყვეტი. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა არათუ საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა ესაუბრებოდეს საზოგადოებას, არამედ ნორმალურ შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განიხილებოდეს, რადგან სწორედ მან დაამკვიდრა კორუფცია მართვის მეთოდად საქართველოში და ამისგან შესაბამის სარგებელსაც იღებდა თავად 2012 წლიდანვე. ახლა კითხვა ისაა, რატომ მოუწია ამის აღიარება ივანიშვილს წელს, ანუ რა შეიცვალა 2025 წელს, რა მოხდა ისეთი, რის გამოც ივანიშვილმა, რომელიც მანამდე უარყოფდა კორუფციაში საკუთარ ჩართულობასაც და საკუთარი გუნდის წევრების ჩართულობასაც თავადვე დაიწყო ამ კორუფციის ხილება. აქ რამდენიმე სავარაუდო ვერსია სახელდება, მათ შორის ფართოდ გავრცელებული ვერსია უკავშირდება სანქციების ეფექტს და არ გამოირიცხება, რომ სწორედ სანქციებით ფინანსურად მნიშვნელოვნად დაზარალებულმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ ახლა მას საკუთარი ყულაბის შევსება სჭირდება სწორედ კორუფციის გზით გამდიდრებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების რესურსებით. კიდევ ერთი ასევე ფართოდ გავრცელებული ვერსია კი უკავშირდება ივანიშვილის ეჭვს იმის შესახებ, რომ იმ პირებმა, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ ოლიგარქის სამიზნეები, ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლეს და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მან ამ ადამიანების დასჯა. ის რომ ქართულ ოცნებაში რეალურად მიმდინარეობს შიდაკლანური ომი, რომელიც შეფუთული არის კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ეს ძალიან მარტივი გამოსაცნობია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს არის ქართულ ოცნების მოქმედი ჩინოვნიკი და რომლებიც არაერთ გზის არიან მხილებული კორუფციაში, მაგალითად
კახი კალაძე მაგალითად მილიონერი დეპუტატები ხო ბექა ოდიშარია გოჩა ენუქიძე არც გამოკითხვაზე დაიბარეს და არანაირი ასე თქვათ პრობლემა მათ არ შექმნიათ. გარდა ამისა ირაკლი ყობახეთის პრემიერობის შემდეგ მილიარდ ლარზე მეტი ლარის ტენდერები და სუბსიდიები მიიღო იმ კომპანიებმა, რომლებიც არიან ქართველოსნების შემომწირველები. შესაბამისად კორუფცია გრძელდება და კორუფცია გაგრძელდება იქამდე, სანამ იქნება ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში და ექნებათ მათ ძალაუფლება და ყველა ინსტიტუტი მიტაცებული. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება შემდეგი, ეს შესაძლოა იყოს ირაკლი ქარსელაძე, რომელიც არის გრიგოლი ლუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, მისი მეჯვარე და კურსელი და ვიცით რომ მისი ნამდვილად აგრეთვე არის საქმე აღძრული კორუფციის მოტივით და მისი გარემოცვიდან ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს. როგორც მოისმინეთ, რეჟიმის მოწინააღმდეგეები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება სწორედ კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ასაბუთებს დევნას საკუთარი გუნდის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოსნების, ჩვენ სწორედ კორუფციასთან ბრძოლა შეგვიძლია, რომ დანამდვილებით გამოვრიცხოთ მოტივებს შორის, რადგან ასეთ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებელი კორუფციაზე არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი და გამოდის, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დასაჯოს სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის ამ კორუფციული მართვის სისტემის შემოქმედი და ამ მართვის სისტემით მოსარგებლე მთავარი პირიც. თუმცა მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნება ამ ხაზით მოქმედებას მომდევნო წელსაც გააგრძელებს. ამის შორის კი, როგორც მოისმინეთ, აქტიურად სახელდება ირაკლი ქარსელაძე, რომელიც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრია და ამავე დროს არის გრიგოლი ლუაშვილის გარემოცვის წევრი და რომლის გარემოცვის არაერთი წევრიც უკვე არის დაკავებული და ასევე სამიზნეებს შორის სახელდება თბილისის ჯერ კიდევ მოქმედი მერი კახა კალაძეც.